ორი კვირის წინათ ვანო მერაბიშვილი იყო ასული სამცხე ჯავახეთში, უშუალოდ ახალ ციხეში. იქიდან გადაინაცვლა ახალ ქალაქში და დაიგეგმა ეს ბინძური ოპერაცია, თავისი კამპანია. ესე იგი, მასთან იყვნენ მისული სამველ პეტროსიანი, დავით ვექილიანი და არამ სანოსიანი, ვისთანაც ერთად დააგეგმეს ეს პროვოკაციური განცხადება. მათ შესთავაზეს ერთ-ერთ მაგის აგენტს დავით ვექილიანს, რომ ეს თემა შეეგდო საკრებულოში, ადგილობრივი საკრებულოში. 19 აპრილს შემოაგდა ვანო მერაბიშვილს ხალხი აქციაზე, ეხლა უნდა ააგოროს სომხების წინააღმდეგ რაღაც კამპანია, ბინძური კამპანია, რომ ცოტა მეტი ქართველობა მივიდეს მაგათ. არ გამოუვა. ფრაქცია ქართული ოცნება რესპუბლიკელების მიერ იყო ინიციირებული. არ არსებობს ეგეთი ფრაქცია. ფრაქცია არსებობს ქართული ოცნება, სადაც არიან ხელმძღვანელი არის ყვიჩა ხმალაძე, არის გრიგორ მანუშიანი და არის კიდე უშანგი ოქროვაძე. და ის ადამიანები არც ყოფილან მათ და საქმის გულში არც წაუყენეს იმათ, რომ ესეთი საქმე უნდა განიხილოს. რესპუბლიკელებიც იქ არ ყოფილან? რესპუბლიკელები თუ ამბობენ, რომ ჩვენ რესპუბლიკელები ვართ, ისინი ერთი კვირის წინ იყვნენ ნაციონალური